ინტერნეტის ამბები, სპორტის სიახლეები. ელენე დარიანი, ქართველი პოეტი, რომელიც პაოლო იაშვილის მუზად ითვლებოდა. ლიტერატურულ მუზეუმში მისი ფოტოების და ხელნაწერების გამოფენა მოეწყობა. გადაცემის სტუმარი გამოფენის ერთ-ერთი ორგანიზატორი ზურაბ ალხანიშვილი. Pauzarea პირდაპირ ეთერშია. დღეს ლიტერატურის მუზეუმი ელენე ბაქრაძისადმი მიძღვნილ გამოფენას უმასპინძლებს, როცა საუკუნის დასაწყისში ელენე დარიანის ფსევდონიმის ამფარებული პერსონის გარშემო აჟიოტაჟი არ წყდებოდა. მიიჩნევდა, რომ ლექსების ავტორი პაოლო იაშვილი გახლავთ, თუმცა ეს მოსაზრება ეჭქვეშ პირველად ლიტერატურაცოდნე გიორგი ჯავახიშვილმა დააყენა. გამოფენასა და უშუალოდ ელენეს პერსონაჟს შესახებ ჩვენი სტუმარი ისაუბრებს ზურაბ ალხანიშვილი, რომელიც ერთ-ერთი ორგანიზატორი გახლავთ. Comprende lo que sufro yo. Canto para olvidar mi gran dolor. Solo. Უზდავაში პარასკევს 6 საათზე ჩვენთან გაიხსნება გამოფენა ელენე დარიანის შესახებ, რომელიც არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ამავე დროს საიდუმლოებით მოცული პერსონაჟი ქართული ლიტერატურისა, რადგანაც ბევრი უარყოფს, რომ საერთოდ არსებობდა ასეთი ქალი, მეორენი მას მხოლოდ მუზად თვლიან და მესამენი თვლიან, რომ ის ლექსები, რომელიც დარიანული ციკლის სახელით არის ცნობილი, სწორედ ელენე დარიანს მიეკუთვნება, რომელიც ფსევდონიმით წერდა, ელენე დარიანი ფსევდონიმია. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს გამოფენა გამოიწვევს საინტერესო დისკუსიას ქართულ ლიტერატურულ წრეებში და ჩვენ უფრო მეტ მასალასაც მივიღებთ ეს ამ გამოფენის დროს. ელენე დარიანისადმი მიღებული გამოფენა არის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გამოფენა, რომელიც კი ამ მუზეუმში მოწყობილა. ელენე დარიანი არის ფსევდონიმი ელენე ბაქრაძისა, რომელიც იყო პაოლო იაშვილის მუზა. აქ წარმოდგენილი არის მისი ხელნაწერები, ფოტოები. მუდმივით პირდაპირ ეთერში ჩვენი სტუმარია ზურაბ ალხანიშვილი, გამოფენის ერთ-ერთი ორგანიზატორი. დილომშვიდობისა, მადლობა რომ მოხვედით. პირველ რიგში მოგვიყევით დღევანდელი გამოფენის შესახებ, რა ფორმატის იქნება, რა გამოიფინება და ყველაფერი ამასთან დაკავშირებით. დღეს 18 საათზე იხსნება ეს გამოფენა, დიდხანს გაგრძელდება კიდევ. აქ იქნება გამოფენილი ყველაფერი, რაც უკავშირდება ელენე ბაქრაძის პერსონას. რა ვიცით მის შესახებ, ანუ რა არის შემორჩენილი? თვითონ ელენე ბაქრაძე ძალიან საინტერესო პიროვნება არის ანუ ქართულ ისტორიაში. არა მხოლოდ იმის გამო, რომ შეიძლება ის იყოს დარიანული ლექსების ავტორი და ელენე დარიანი, არამედ თვითონაც თავისი ცხოვრებით. იმიტომ რომ მისი ბიოგრაფიიდან არის უმნიშვნელოვანესი მომენტები, რომლის შესახებაც დღეს საზოგადოებამ არაფერი იცის. თვითონ ელენე ბაქრაძე თავის სახელით წერდა და აქვეყნებდა ლექსებს, იყო მთარგმნელი. ასევე ის იყო შალო ქართველიშვილის მეუღლე. შალო ქართველიშვილი თავის მხრივ საინტერესო პერსონაჟია. ეს არის ძალიან ცნობილი იურისტი, იყო თავის დროზე მთარგმნელი და შალო ქართველიშვილი არის ვანო მაჩაბლის უკანონო შვილი. ანუ მისი ვანო მაჩაბლის რძალი იყო შემდეგ. მოდი ქრონოლოგიურად ვუყოთ, ვიცი რომ პირველად მისი ლექსები წაკითხა პაოლო იაშვილმა 1915 წელს. საიდან ჰქონდა მას ეს ლექსები და როდის გაიცნეს მათ ერთმანეთი? ამის შესახებ მისი საარქივო ჩანაწერები გვიყვება. და ის ჯერ თავდაპირველად ისინი შეხვდნენ, ჯერ კიდევ ძალიან პატარები იყვნენ სოფელ ლესევში, სადაც ნუ როგორც ელენე ახდენს ძალიან მოეწონა პაოლო. შემდეგ უკვე მათი შეხვედრა შედგა 1914 წელს, სადაც ნუ ერთმანეთი იცნეს და ამ თავიანთი შეხვედრის შესახებ ძალიან დიდი ჩანაწერი აქვს ელენეს, სადაც ძალიან მხატვრულად ყვება მთელ ამ ისტორიას. ეს იყო ისტორია, როგორც შეხვდა ორი ადამიანი ერთმანეთს, რომლებმაც იმ წუთიდანვე რაღაც დაინახეს ერთმანეთში და ძალიან დამეგობრდნენ და გადაწყვიტეს რომ ამის შემდეგ უკვე ერთადაც ემუშავათ, იმიტომ რომ ეს იყო ის პერიოდი, როცა პაოლო ფიქრობდა გამოეშვა თავისი გაზეთი. და ცისფერი ყანწები ამის შემდეგ იბადება უკვე და ამის შესახებაც წერს ელენე. მე-13 წევრადაც მოიაზრება, ხო? ელენე მოიაზრება მე-13 უჩინარ წევრად. და ცისფერ ყანწელებს მას უწოდებდნენ თავიანთ დას. ანუ ეს იყო გასაიდუმლოებული წევრი, შეიძლება ასე ვთქვათ. თუმცა თავიდან ბოლომდე ამ მთელ ამ პროცესში ელენე ჩართული იყო. ჩართული იყო და სხვადასხვა ეს არის შეიძლება ითქვას ერთ-ერთი ავტორიც ამ ცისფერი ყანწების, იმიტომ რომ ეს ყვება ისტორიას ელენე და პაოლო როგორი იყვნენ დაწასულები ერთ ადგილას, სადაც საღამოს მათ გაუმასპინდნენ, მიართვეს ღვინო ყანწებით და ის რაღაც ცისფერი ფერის ღვინო იყო და ელენემ ეს შენა
ისტორია და თან მისტიკა. და ნუ აი შემდეგ იქიდან უკვე წარმოვიდა სპისბერი ყანწები. თუმცა იმასაც ამობენ შემდგომ სულ არასებობდა ესკალბატონი, ანუ აი ამ ფორმით და პირველად როდის გიორგი ჯავახიშვილმა რაზე დაყნობით, რომელ არქეოლოგიურ მასალებზე დაყნობით გამოთქვა ვარაუდი და თეზისი, რომ ეს გახდა სწორედ ელენე ბაქრაძე. პირველად ეს მოხდა 90-იან წლებში, როცა ბატონმა გიორგი მიაგნო ელენე ბაქრაძის საარქივო ჩანაწერებს, რომლებიც ინახება პატარძელში გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმში. ანუ იქ არის ელენე ბაქრაძის პირადი წერილები, ფოტოები და ასე შემდეგ. როცა ბატონი გიორგი გაეცნო ჩანაწერებს, იქიდან ანუ დღეს ეს წერილებს ყველაფერი გამოფენილი იქნება. ასეთი გადაჭრით ჩვენ არაფერს არ ვამტკიცებთ, თუმცა ნუ ნებისმიერი დამთვალიერებელი, ვინც იქ მოვა ნახავს ამას, თვითონ გადაწყვეტს, ნუ რა ვერსიას დაუჯეროს, იყო თუ არა ელენე ბაქრაძე, ელენე დარიანი. ძალიან ბოდიში გაწყვეტ, ძალიან თავი ლექსებია, მაშინ საზოგადოებრივ პორნოგრაფიადაც კი მონაცვლა ეს ლექსები. ვიცი რომ თავად ეძებდის არქივო მასალებში აი ამ დოკუმენტებს, წერილებს, თავად როდის დაინტერესდი ამის შესახებ, მოგვიყევი, როგორ მიხვედი ამ არქივამდე. ნუ ეს იყო ჯერ კიდევ ჩემი სტუდენტობის პერიოდში, როცა მე ეს ლექსები ცხოველს მომწონდა, იმიტომ რაღაც აქვს ამ დარიანულ ლექსებს რაღაც ისეთი განსხვავებული, იმიტომ რომ პრინციპში ეს არის ის ლექსები, რომლებმაც ერთგვარად ჩაანაცვლა და შეცვალა ეს მუხამბაზური პოეზია, რომელიც ძალიან გავლენიანი იყო იმ პერიოდის ქართულ ლიტერატურაში და მე ძალიან მომწონდა ეს ლექსები. და შემთხვევით ჩემი მეგობრისგან, ანა გოჩიაშვილისგან, რომელიც შემდეგ ამ პროექტშიც მუშაობდა, იყო კოორდინატორი, მისგან გავიგე, რომ თურმე არსებობს ვერსია, რომ ეს პაოლოს დაწერილი არ არის ეს ლექსები. მე პერიოდში ვიყავი სტუდენტი, ამიტომ უფლება მქონდა და შემეძლო ნებისმიერ არქივთან მემუშავა და ასე დავდიოდი, სადაც ამას გადავაწყდებოდი და ვნახულობდი ვაგროვებდი ამ ინფორმაციას და ნუ ძალიან დიდხანს იყო. შემდეგ დავიწყე უკვე ჩემს ბლოგზე ამის გამოქვეყნება, წერდი რაღაც გაზეთებში სტატიებს და ასე შემდეგ. ანუ ეს უკვე ის პერიოდი იყო, როცა ჯავახიშვილმა პირველად თქვა ამის შესახებ, გაახმაურა, დაიწერა ორი წერილები და შემდეგ ერთიანად შეწყდა ისევ ამ თემაზე ლაპარაკი. ხო, შეგიჭიროს ბუკლეტი, რომელიც მგონი შეიძლება რომ დღეს იხილოს, ხო, დამთვალიერებელ მოყურებელმა. მოგვიყევი უშუალოდ კიდე დამატებით, რომ რამდენზე გაგრძელდება გამოფენა და როგორც ვიცი, დასწრება უფასოა, ხო? კი, დასწრება უფასოა და გაგრძელდება თვის ბოლომდე, ანუ მთელი ივლისის განმავლობაში იქნება, ნუ აგვისტოსის უკვე დაიკეტება მთელი ლიტერატურის მუზეუმი და გამოფენა დაიხურება. რაც შეეხება ამ კატალოგს, დასწრება თავისუფალი არის, ეს კატალოგი იქ გაიყიდება და შეუძლია ნებისმიერი. შეიძლება. დიახ. ამ კატალოგში შეკრებილი არის ის მასალები, რომლებიც განსაკუთრებით საინტერესოა და რომელიც უკავშირდება ელენე ბაქრაძეს. აქ არის მართლა ძალიან იშვიათი და უზომოდ საინტერესო მასალები. მაგალითად, აქ თქვენ შეგიძლიათ ნახოთ გალაქტიონის პირადი ჩანაწერები, პირადი წიგნაკი, სადაც უწერია მისამართები, სადაც უწერია მაგალითად ჩალო ქართველიშვილი და ელენე დარიანი და მათი ვინის მისამართი წერია. ხო, იქ ანუ ბაქრაძეც არ არის ნახსენები, დარიანი. დოკუმენტურად შეიძლება ითქვას, რომ დადასტურები ასეთ დოკუმენტები ძალიან ბევრია, თუმცა მაინც აქვს სხვადასხვა ვერსიებსაც არსებობის უფლება. თუნდაც საიტანად თქვენ რომ ამბობთ, ხო, რომ ამ ლექსებს პაოლო აქვეყნებდა. აქაც არის მოტანილი რამდენიმე ვარიანტები თითოეული ლექსის. ანუ შეიძლება ეს ვერსიაც განვიხილოთ, რომ წერდა ელენე. შემდეგ ამას კორექტირებას პაოლო უკეთებდა. ანუ ერთობლივად წერდნენ და შემდეგ უბრალოდ პაოლო აქვეყნებდა ამას, უკვე პაოლო კითხულობდა. თუმცა პაოლოს სიცოცხლეში არ გამოცემულა მისი ლექსების კრებული, ეს იყო უკვე შემდეგ პერიოდში. 1955 წელი იყო. დიახ, ამ პერიოდისთვის გამოიცა, სადაც უკვე ელენე დარიანი აღარ ეწერა. ეს იყო უკვე პაოლოს ავტორობით იყო ეს ლექსები მოცემული და თვითონ ელენეს ყვება, რომ ამის შესახებ თავის დროზე მან გაასაჩივრა და მიმართა გამოცემულობას, რომ აკეთინათ მისი ავტორობა. თუმცა უნდა ზოგადი ფონი რო განვიხილოთ, ხო, ისეთი პერიოდია, როცა ძალიან გრძნობიარეა საზოგადოებას ეს ნაციონალური საკითხების მიმართ. ფაქტია, იმიტომ რომ ამ დროს მისი მეუღლე ჩალვაც უკვე ანუ გარდაცვლილი იწყება ამათი რეაბილიტაციის პერიოდი და ამ ლექსების, ამ ერეტიკული შინაარსის ლექსების შესახებ მაინც და მაინც ისეთი ხელსაყრელი მომენტი არ იყო, რომ მის ავტორზე დაეწყო. დღეს თუ საზოგადოება დაინტერესდება და ამსაუბრად მივა ლიტერატურის მუზეუმში, ძალიან დიდი მადლობა მოგზაურებისათვის. მაყურებელს ვუთხრა, რომ ჩვენი სტუმარი იყო გამოფენის ერთ-ერთი ორგანიზატორი ზურაბ ალხანიშვილი. თქვენ კი გაქვთ შანსი და დრო ჯერ კიდევ რომ ლიტერატურის მუზეუმს ეწვიოს და ელენე ბაქრაძისადმი მიძღვნილი გამოფენა იხილოთ. ცოტა ხანში სპორტის სიახლეებით დაბრუნდებით.